ყველაზე დიდი საფიქრალი და ყველას თავის ტკივილი. წონის კლება და კალორიების თვლა. დღეს ჩვენ ამაში ხელს შეგიწყობთ და მარტივ რეცეპტებს შევგვთავაზებთ. გამარჯობა მეგობრებო, როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ძალიან დაბალ კალორიულ, ძალიან გემრიელ საჭმელებს. ვინც წონის კლებას ცდილობს და დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ბევრი აკეთებთ, ალბათ ბევრს გაქვთ ჩანაცვლებული პური სხვადასხვა ალტერნატივებით. ზოგი ხლებსად მოიხსენიებს, ზოგი პურის კრეკერად, ზოგი კი ორცხობილად, როგორც ამ წელს მე მოვიხსენია. ბაზარზე ყველაზე დაბალ კალორიული კრეკერი მიჭრავს ახლა ხელში, რომელიც არის სანტესი და ერთ ცალ ნაჭერზე აქ 19 კალორია. ყველაზე დაბალ კალორიული არ ვიცი, ანუ მელა ჩემხვედრია ყველაზე დაბალ კალორიული. ამ ყველაზე ბანალურ და დიეტურ პროდუქტს დღეს ჩვენ ვაქცევთ ყველაზე შესანიშნავ გასტრონომიულ პროდუქტად. შემოგთავაზებთ 5 მარტივ, გემრიელ და ჯანსაღ ვარიაციას, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად და სანამ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ ასევე კალორიებს, რომ მაგაშის არ გაწვალოთ და გაგიადვილოთ ცხოვრება. თქვენ ერთი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გამოეწეროთ ჩვენი არხი და ესე შეგვიძლია დავამყაროთ პატარა სიმბიოზი და არ იყოთ პარაზიტები. მადლობა. ჩვენც თანმიმდევრულად მივყვეთ, გადავაქციოთ ეს ულამაზესი სანტეს კრეკერები სრულფასოვან კვებად. პირველი გავაკეთებთ, როგორც ჩემი ცოლი იტყოდა, ადღლეზილი სალათი. ამისთვის დაგჭირდებათ 1 კილო თუნა, 2 სუფრის კოზი, ბერძნული იოგურტი, 1 ჩაის კოზი, დოგვი, 1 ცალი კვერცხი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, პომიდორი, მეოთხედი წითელი ხახვი, საკლას კაპერსი და რა თქმა უნდა, სანტეს ორცხობილები. ყველა ინგრედიენტი კარგად უნდა დავაჭრათ, გადავკეპოთ. შემდეგ გადაკეპილი ინგრედიენტები ტუნასთან, დოგვთან და ბერძნულ იოგურტთან მოათავსეთ ჯამში და ეს გადაზილეთ ერთმანეთში. მაგიტომაც ქვია ადღლეზილი სალათი. ბოლოს გავასწოროთ პილპილზე და მარილზე. ავიღოთ სანტეს კრეკერი, რომელშიც ცალში არის 19 კალორია. ეს დავადოთ. ამ სამივეზე ერთად არის 250 კალორია და 30 გრამი ცილა. სრულფასოვანი კვება, რომელიც დაგანაყრებთ საუზმეზეც, ლანჩზეც, სამსახურშიც და სახლშიც. დაკო აიღებს ახლა და წაიღებს. გემრიელესია. ამას იმიტომ კი არ შევჭამ, რომ დროსაც და კალორია მივიღო, იმიტომ შევჭამ, რომ მომინდება, იმიტომ რომ გემრიელია. შემდეგ რაც გავაკეთებთ, ეხლა უკვე ეს ჩემი ფავორიტი არის გვაკამოლეს და კვერცხის ტოსტს, რომელსაც ექნება სულ რაღაც 240 კალორია. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ ნახევარი ავოკადო, 2 ცალი ჩერი პომიდორი, ქინძი, წითელი ხახვი მეოთხედი, ლაიმი, 1 ცალი ნიორი, 2 ცალი კვერცხი და ქრის ბრედი სანტესი. ავიღოთ ნახევარი ავოკადო, დავჭრათ ხახვი, ასევე დავჭყიდოთ ნიორი და ჩაუშვოთ და შემდეგ ყველაფერი ერთად კარგად ჩავჭყიდოთ. ასევე დავჭრათ ქინძი, ასევე დავჭრათ პომიდორი, ჩავაწურულოთ შეგნით ლაიმი, კარგად ამოურიოთ და ჩვენი გვაკამოლეც მზად არის. ეხლა რა გადაგვჩენია? უნდა შევწვათ კვერცხი. კვერცხი შეწვას აღარ გასწავლეთ, მაგას აღარ გაკადრებთ, მაგრამ მოგცემთ მაგარ ტიპს. თუ გინდათ რომ თქვენი კალორიული დეფიციტი შეინარჩუნოთ დეფიციტში და გადახვიდეთ პროფიციტში და არც მიიწვას, ზეთს რომ დავასხავ ხოლმე, ავიღებ ხელსახოც, გადავანაწილებ ტაფის ზედაპირზე, კალორიულ ტრეკერში ჩავწერო ვიხმარე 1 გრამი ზეთი. ძალიან კარგი ტიპია. კვერცხი შეიწვა და ახლა შეგვიძლია რომ ავაწყოთ უკვე ჩვენი კრეკერები. ავიღოთ გვაკამოლე, კარგად გადავანაწილოთ. კვერცხით დავადოთ ზემოდან და მზად არის ჩვენი საუზმის კრეკერები. 2 ცალი კრეკერი თითო 140 კალორია. შემდეგ რაც გავაკეთებთ არის უფრო მოსალათო ხრაშუნა, რომ ძალიან გემრიელი არის და უფრო გაზაფხულის და ზაფხულის ელფერი დაკრავს, რადგან მარწყვით არის. ამიტომ დავიწყოთ. ამისთვის დაგვჭირდება გამოშალი პომიდორი, პროშუტო, მარწყვი, რუკოლა, ჩერი პომიდორი, ლაიმი, პარმეზანის ანათალი და ცოტა თაფლი. ლაიმის წვენი ჩავასხოთ ჯამში, ჩავუშვოთ ცოტა თაფლი და გავხსნათ. გადავდოთ სოუსი გვერდზე, ავიღოთ ჯამი, ჩაყაროთ შიგნით რუკოლა, დავუმატოთ დაჭრილი მარწყვი, რეჰანი, პომიდორი, პარმეზანი, დავუმატოთ ჩვენი მანამდე გაკეთებული დრესინგი, ამოვუყოთ. ავიღოთ 2 ცალი ხრაშუნა, გადმოვატანოთ სალათი და დავადოთ პროშუტო. ესეც გავაკეთეთ უმარტივესი sagazafxulo წასახემსებელი. 1 ცალზე იქნება 120 კალორია, რომელსაც პროშუტო აქვს, 80 კალორია, რომელსაც არ აქვს პროშუტო. ახლა კი შემდეგი და ბოლო მარილიანი კრეკერი, რომელიც კეთება პროშუტოთ და გამომცხარი ჩერით და გადავიდეთ მზადებაზე. ესტო, ჩერი პომიდორი, ლაბნე, პარმეზანი, რუკოლა, პროშუტო და რა თქმა უნდა, ხრაშუნები. პირველ რიგში მოვასხოთ ჩერი პომიდორს ცოტა ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შევუშვათ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 10 წუთი 250 გრადუსზე. ავიღოთ ხრაშუნები, გადავუსვათ ლაბნე, გადავუსვათ პესტო, ასევე გავჭერთ შუაზე მანამდე გამომცხარი ჩერი პომიდორები, რუკოლა, პროშუტო, ცოტა პარმეზანი.
ესა ჩვენი ბოლო მარილიანი ხრაშუნა სენდვიჩი, რომელსაც აქ დაახლოებით 80-დან 100 კალორიამდე ცალს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი არის. ტკბილ ნოტაზე რო დავასრულოთ, ბოლო იქნება დესერტი. და ეხლა ამისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 50 გრამი ხაჭო, 50 გრამი ბერძნული იოგურტი, 1 ცალი ბანანი და 2 ცალი ფინიკი. იმდენად მარტივია, რომ ეგეთი გემრიელი არ უნდა იყოს. აბა გავახუროთ, ფინიკიდან ამოვიღოთ ყურკები. ყურკა რაღაც ეს სიტყვა რუსული უნდა იყოს, არა? ბანანს და ფინიკს ორივეს დავაკარამელიზირებთ. ეს ორივეს 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო გემრიელს ხდის. რატოღაც არ არის დაფასებული ესე ხალხში კარამელიზაცია. 100 ჯერ უფრო დაფასებული უნდა იყოს და ვიდრე სხვა რაღაცებია დაფასებული. არ მწვადაზე უკეთესია. დააკარამელიზირეთ თქვენი ბანანი. აფაზე შეგიძლიათ რომ გადაუსვათ ოდნავ ზეთი, როგორც მაშინ კვერცხებზე გავაკეთეთ. დავდოთ ფინიკები, ბანანიც. ბანანს შუაზე გაჭერით, ეს შუები კიდე შუაზე გაჭერით, რომ ისეთი რაღაცები მიიღოთ და ეს უფრო კარგად კარამელიზირდება, რადგან უფრო მეტი ფართობი აქვს, რომ დაკარამელიზირდეს. დაახლოებით 3 წუთი ერთ მხარეს, დაახლოებით 2 წუთი მეორე მხარეს და ეგ არის. მანამდე გადავორიოთ ხაჭო და ბერძნული იოგურტი ერთმანეთს. ამას შეგიძლიათ რომ ვანილის ექსტრაქტი გავუკეთოთ, უფრო გემრიელს გახდეს. აი ესე დავაკარამელიზირეთ ბანანი. ეხლა შეგვიძლია ავაწყოთ ჩვენი სენდვიჩები. ავიღოთ 2 ცალი ხრაშუნა, ხაჭო და ბერძნული იოგურტი. დავადოთ შემდეგ ფინიკები, დავადოთ შემდეგ ჩვენი ბანანი. წევა და მოვაყაროთ სულად დარიჩინი. ესა ჩვენი ბოლო ხრაშუნა, აქ დაახლოებით 120 კალორია ცალს. ესა ჩვენი ბოლო დესერტი და ეხლა უნდა გადავიდეთ დეგუსტაციაზე და დავაგემოვნებინოთ ჩემს უსაყვარლის ადამიანს თავისი უსაყვარლესი დესერტი. ბენგერია. ერთი ხრი კი უნდა გაგიზიაროთ, ვინც კალორიულ დეფიციტში ხართ. მოკლედ შეგიძლიათ ეს კრეკერი ორად გაყოთ ხოლმე და იგივე რაოდენობის პროდუქტები დაადოთ ამ მორცალს და გამაგებთ, რომ ჭამეთ 2 კრეკერი 1 კალორიების ფასში. ანუ მიხდით. ეს არის girl math. კაცებო, ზოგჯერ თქვენი მეუღლეს თუ გაშვინებთ ხოლმე, დაწერეთ კომენტარებში. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. ყველაფერი დღეს რაც გავაკეთეთ არის 250 კალორიის ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წასახებსებელი და კარგი საუზმე და კარგი ლანჩია, ზოგ-ზოგიერთი. და ამიტომ თუ მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაგეთ ეს ვიდეო და ერთად დავაშენოთ პატარა სუფის კოზის კიბერ სოფელი. მადლობა რომ გიყურეთ. ბაი.